ეს შეიძლება ქურთისტანის სცენას გავდეს, მაგრამ სინამდვილეში, რასაც ხედავთ, სწორედ აქ, ისრაელში ხდება. ათასობით ადამიანი შეიკრიბა მევასერეთ ციონში, იერუსალიმის მახლობლად, ქურთული კულტურის აღსანიშნავად. და ეს ახალი არ არის. უკვე 10 წელზე მეტია ფესტივალი ტრადიციულ ქურთულ მუსიკას, ცეკვებსა და სამზარეულოს აერთიანებს, რომელიც ისრაელის სუფრებზე ჩვეულებრივად იქცა. ადგილმდებარეობა შემთხვევითი არ არის. მევასერეთ ციონის ნაწილი 1950-იანი წლების დასაწყისში დაარსდა ახალი იმიგრანტებისთვის საცხოვრებლად. მათგან ბევრი ქურთი ებრაელი იყო, რომლებმაც ადგილობრივი საზოგადოების ჩამოყალიბებას შეუწყეს ხელი. ჩვენ აქ გზეიმობთ ქურთულ დრესასწაულს ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორც ქურთებისთვის, ასევე არაქურთებისთვის. მერი იორამ შიმონი თავადაც ქურთული საზოგადოების ამაყი წევრია ისრაელში. ის ამბობს, რომ მსგავსი ღონისძიებები ომის დროს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. როცა ქურთები მთელი რეგიონიდან, ერაყიდან, ირანამდე და სირიიდანაც კი დაზარალდნენ. და დღეს ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ომის პერიოდში, რომ გავაძლიეროთ თემის გამძლეობა, რაც ისრაელის ხალხის ეროვნული გამძლეობის ნაწილია. ბევრი ფესტივალის მონაწილისთვის ქურთული ტრადიციების შენარჩუნება ნიშნავს ისტორიის შენარჩუნებას, რომელიც ათასობით წელს ითვლის. ეს ნიშნავს ქურთისტანის ტრადიციების გადმოტანას ჩვენს მიწაზე ისრაელში. ქურთისტანის ებრაელები ქურთისტანში ცხოვრობდნენ პირველი ტაძრის განადგურებიდან ისრაელის სახელმწიფოს შექმნამდე. ასე რომ 2700 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქურთისტანი ებრაელების სახლიც იყო. და როცა ქურთისტანის ებრაელები ისრაელში ჩამოვიდნენ, მათთან მოიტანეს ულამაზესი კულტურა, საოცარი საჭმელი და ამ რეგიონიდან ბევრი გემო და სილამაზე აქ მოიტანეს. ელიანამ ასევე ქურთულადაც მიმართა მსოფლიოს მაყურებლებს. ვიმედოვნებთ, რომ ქურთები და ქურთისტანი ყოველთვის მშვიდობაში იქნებიან. და ვიმედოვნებთ, რომ ქურთებსა და ებრაელებს ერთად მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ. ქალებენი ქურთისტანი, ისრაელი, ვიმედოვნებთ, რომ ქურთებსა და ქურთისტანს თავიანთი საქმის კეთება შეეძლებათ. დღეს ქურთული ტრადიციები ისრაელის კულტურული მოზაიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. და ეს ფესტივალი რჩება ერთ-ერთი უძველესი ებრაული თემის შენარჩუნების მთავარ გასაღებად ქვეყანაში. ქურთებს და ებრაელებს შეეძლებათ მუშაობა.